ძალიან მოგესალმებით ბატონ ლაშა. მადლობთ გადაცემაში სტუმრობისთვის. მინისტრმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება, ცხადებს საუბრობ ნაურუს მხრიდან აღიარების უკან წაღებას. მინისტრმა განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა საქართველოს არაღიარების პოლიტიკისა და იმ დიპლომატიური ძალისხმევისა, რასაც საგარეო სამსახური ახორციელებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად საერთაშორისო ასპარეზზე. თუ შეგიძლიათ მოგვიყვეთ იმ დიპლომატიური აქტივობების და ნაბიჯების შესახებ, რამაც დღევანდელ გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანა, უფრო სწორად 21 ივლისის გადაწყვეტილებამდე, მაგრამ საზოგადოებისთვის დღეს გახდა ეს ყველაფერი ცნობილი. დიდი მადლობა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მიესალმებით თქვენს მაყურებელს. პირველ რიგში მინდა ყველას მოგილოცოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო იმ ამოცანისთვის, რასაც ქვია საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ესეთი გადაწყვეტილებები თავისთავად არ ხდება და თავისით არ ხდება, ამის უკან რა თქმა უნდა დგას ძალიან დიდი ძალისხმევა, დიდი შრომა საქართველოს ხელისუფლებისთვის, კონკრეტულად საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, მინისტრით დაწყებული რიგითი დიპლომატით დამთავრებული ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის უმნიშვნელოვანესი მიმართულება და ცალსახად მისასალმებელია ეს გადაწყვეტილება, განსაკუთრებით იმ ფონზე, თუ რა პროცესები მიმდინარეობს საერთაშორისო სისტემაში, მოგეხსენებათ საერთაშორისო სისტემაში დღეს ძალიან რთული პროცესები მიმდინარეობს, ძალიან რთული ვითარებაა და ამ ფონზე, როდესაც ჩვენ ხედავთ დიდი ძალისხმევის შედეგს, კიდევ უფრო გასახარი და ცალსახად მისასალმებელია. ეს არ არის ცალკე განყენებული პროცესი, ეს არის მთელი რიგი კონტექსტში არის ეს ყველაფერი დასანახი, ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები იყო გადადგმული, მნიშვნელოვანი წარმატებები ჰქონდა რეზოლუციების მხრივ, სასამართლო გადაწყვეტილებების მხრივ, საერთაშორისო რამაც მოახდინა საერთაშორისო საზოგადოების პოზიციის კიდევ უფრო გამყარება და კონსოლიდაცია აღნიშნულ საკითხზე, მარტო რეზოლუციებზე რომ ვისაუბროთ, გასულ წელს და წელს პირველად იყო, როდესაც მხარდაჭერა 100 ქვეყანას და 7 ქვეყანამ დაუჭირა საქართველოს რეზოლუციას გაეროში მხარი, იგივე ადამიანის უფლებათა საბჭოში შარშან პირველად იყო, როდესაც კონსენსუსით გავიდა საქართველოს შესახებ რეზოლუცია. ყოველ ამან შექმნა საფუძველი ესეთი გადაწყვეტილებებისთვის, რასაც ქვია არაღიარების თანდათანობით უკან წაღება სხვადასხვა ქვეყნების მიერ და ეს პირველი ნაბიჯია ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმ ძალისხმევას, რომელიც ამის უკან იდგა. უფრო მეტ კონკრეტიკაზე მოგეხსენებათ, ეს არ არის დასრულებული პროცესი, სამწუხაროდ საქართველოს სუვერენიტეტის სრულად აღდგენამდე კიდევ ბევრი სამუშაოა, ამიტომ ასე ვთქვათ ტაქტიკურ დეტალებზე ალბათ საჯაროდ ნაკლებად ვისაუბრებდი, მაგრამ პირველ რიგში ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს დიდი ძალისხმევის შედეგია და ეს ძალისხმევა კიდევ უფრო გაგრძელდება და გაძლიერდება მომავალში. კი ბატონო, საქართველოს ქართული დიპლომატიის გამარჯვება პირველ რიგში ეს იყო აღნიშნული და ხაზგასმული, რისთვისაც მინისტრმა თითოეულ ამ პროცესში ჩართულ ადამიანს მადლობა გადაუხადა. საქართველოს ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ეს ქართული დიპლომატიის გამარჯვება არ არის და აქ საერთაშორისო აქტორები არიან უფრო მეტად წარმოდგენილები. მოდით ოპოზიციას რო არ შევეხოთ და ეხლა ვისაუბროთ იმაზე, რა წვლილი, რა პროცენტით მონაწილეობდნენ საერთაშორისო პარტნიორები, რომ ეს შედეგი ასეთი სახით დამდგარიყო. ახლა ოპონენტების განცხადებები მე არ მინახავს და ამაზე ნაკლებად ვისაუბრებ. ერთი რაღაცა მინდა ვთქვა, რომ მე ვფიქრობ, რომ ეს არის ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოში ყველას უნდა გაუხარდეს და გულდასაწყვეტია თუ ვინმეს ეს ეწყინა, დამოუკიდებლად იმისა თუ ვინ სადღაც და რას აკეთებს, ყველა ქართველისთვის ეს მნიშვნელოვანი შედეგი არის. რაც შეეხება სხვადასხვა რესურსების გამოყენებას, ეს წლების განმავლობაში ჩვენ მუშაობთ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის მნიშვნელოვანი არის ყველა რესურსის გამოყენება, ყველა დახმარების გამოყენება, კიდევ ერთხელ დეტალების დაზუსტებისგან თავის შეკავების გარეშე, ყველას მადლობას ვეთქვი, თუ ვინმემ რაიმე სახით ნებისმიერ პატარა დახმარებაც კი გაუწია საქართველოს ამ მნიშვნელოვანი ამოცანების გადაწყვეტაში. მოდით ეს ხაზიც რო გავაგრძელოთ საერთაშორისო ასპარეზზე, ზოგადად არაღიარების საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები, გამოითქვა თითქოს ერთგვარი გულის წუხილიც, რომ დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობა თითქოს მეორე
პლანზე გადაიწია და ნაკლებად ხდება ამაზე აქცენტის გაკეთება და უფრო მეტად ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე ეკეთებენ მაგალითად ყურადღებას სხვადასხვა ორგანიზაციები. თქვენი შეფასება როგორ თქვენ მოიყვანეთ რომ რეზოლუციები ხმის მიცემის გაზრდა ანუ მოკლედ ეს საერთო კონტექსტში უნდა განვიხილოთ ყველაფერი. შეიძლება ვთქვათ რომ დეოკუპაციის საკითხით დაინტერესება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არ მოკლებია რაიმე ყურადღება. დიახ, მოდით ახლა შეიძლება არსებობენ სარკეული აქტორები, ვინც ცდილობენ რომ სხვა დღის წესრიგი შემოიტანონ აღნიშნულ საკითხში, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიცია, რომ იყოს მყარი აღნიშნულ საკითხზე, რამდენიმე მნიშვნელოვანი ამოცანაა მიმართულებით. პირველ რიგში ის რომ ეს არის ოკუპაცია და ოკუპირებული ტერიტორიები, ამ ასე ვთქვათ, ამ ნარატივის თუ ამ საკითხის კაფიოთ დაცემენტება და ჩაცემენტება საერთაშორისო დღის წესრიგში, ასევე მნიშვნელოვანია დევნილთა დაბრუნება და ის რომ ეს არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, რომელიც დღეს აქვს ოკუპირებული ჩვენს მოწინააღმდეგეს რუსეთის ფედერაციას. შეიძლება არსებობს სხვადასხვა მცდელობები აღნიშნული საკითხების დღის მეორე პლანზე წაწევის, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენ ძალისხმევას, რომ ეს საკითხები მკაფიოდ იდგეს და ცალსახად იდგეს საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგში. კი ბატონო, თქვენ კი განაცხადებთ, რომ სულ ტაქტიკურ სვლებს და თქვენს ასე ვთქვათ მონახას არ გათქვამთ, იმიტომ რომ ჯერ კიდევ პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ როგორც უკვე ვიცით, რა არის კიდევ რამდენიმე ქვეყანა, რომელიც ამ არაღიარების პოლიტიკას მიყვება, ну ეს არის ვენესუელა, ნიკარაგუა და სირია. მე უბრალოდ მინდა კითხოთ ასე კი შეჯამების სახით გქონდეს თუ არა პოზიტიური მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში შეიძლება ასეთი სახის გადაწყვეტილება სხვა ქვეყნებთან დაკავშირებითაც უეხელოთ. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ამ მიმართულებით ჩვენი მოწინააღმდეგეც რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო რეჟიმები საკმაოდ დიდ რესურსებს დებენ და ამ ფონზე ასევე იმ საერთაშორისო ვითარების რომ არ დადგეს არაღიარების უკან წაღება, ხო? გადაწყვეტილება იყო. დიახ, ასევე ბევრ ქვეყანასთან მუშაობენ, რომ მოხდეს მათ მიერაც აღიარება, ამიტომ ეს არ არის მარტივი პროცესი. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენ ძალისხმევას, კიდევ უფრო გავაძლიერებთ ამ ძალისხმევას და არა მარტო ოკუპაციის უკან წაღება, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს მუშაობას, მაგრამ სანამ არ მოხდება დევნილთა დაბრუნება და სანამ არ მოხდება საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენა მის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში. ეს არის ჩვენი საბოლოო ამოცანა და ჩვენ მხოლოდ პროგრესის იმედი გვაქვს ამ მიმართულებით. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. გმადლობ, ლაშა დარსალია გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. და